რა მოხდა? ისე გამიხარდა 2 კვირა ეზოში არ ყოფილვარ და ისე გამიხარდა შენ რომ 5 კიბეს გადავახტე მეთქი და დავგორდი და მე მგონი მანა. ვაიმე გასიებულია. 2 კვირა ეს ბავშვი ვერ გავალ სახლიდან და გაიცანეს ლევანია რო გელაპარაკებოდი ლევანეს თეკლა. სასიამოვნოა ძალიან. მოხიბლული ვარ, მოხიბლული. გეთახმები ელენა იმისათვის რომ ჩვენ აღარასოდეს ვიჩხუბოთ, ამისათვის საჭიროა რომ ცალ-ცალკე ვიცხოვროთ. ხომ გესმის ახლა როგორ გითხრა ელენა, ბევრი ვიფიქრე და მე მგონი ჯობს რომ დავშორდეთ რა. რა ვიცი ელენა, მე მგონი ჯობს რომ ახლავე დავამთავროთ რა. ხო, მართალი ხარ, ჯობს რომ დავამთავროთ. დიოტი. ნიკა, რა საკეთებ? რაღაც შეიძლება რო გთხოვო? გააჩნია რა? გააჩნია რას ნიშნავს? აი, როცა გააჩნია რას მთხოვ, გესმის? ანუ, როდესაც სულ ერთი არ არის, რას თხოვ? ანუ რო ნიკა, რას მაიმუნობ რა? ესე იგი შეიძლება. ხო, კარგი. და ეზოში გამიშვირა. არა, ნიკა, სხვა რაც გინდა მთხოვე. სხვა ნებისმიერი? ხო, ნებისმიერი. მაშინ ეზოში რო გავიპარები არ მეჩხუბა. ოჯახ, ნიკა, ოჯახ. კარგი, წადი, ოღონდ არაფერი არ დგინო. Yes! აუ, ხალხზე ვიყავი რომ ელი მედგინა. გაიგუძე? აბა დღეს რისი დღე გაქვს? კარგ ხასიათზე ყოფნის დღე მაქვს. მაგრამ ცუდ ხასიათზე ვარ და ნერვები მაქვს მოშლილი. რატო? რატო და იმიტომ რომ კარგ ხასიათზე ყოფნის დღე მაქვს და ცუდ ხასიათზე რო ვარ, მაგიტომ მაქვს ნერვები მოშლილი, იმიტომ რომ კარგ ხასიათზე ყოფნის დღე რო მაქვს და კარგ ხასიათზე ხომ უნდა ვიყო არა და ვარ ცუდ ხასიათზე, იმიტომ რომ ნერვები მაქვს მოშლილი, იმიტომ რომ კარგ ხასიათზე არა ვარ, იმიტომ რომ კარგ ხასიათზე დღე რომ მაქვს. უნდა მქონდეს კარგ ხასიათზე ყოფნის დღე, მინდა რომ მქონდეს და ცუდად ვარ, ნერვები მაქვს მოშლილი. აჰა, გასაგები, ესე იგი დღეს გაქვს ნერვების მოშლის დღე. არა კაცო, კარგ ხასიათზე ყოფნის დღე მაქვს დღეს. ნერვები მაქვს მოშლილი, ცუდ ხასიათზე. კარგი, ხო. შენ კიდე რატო ჭამ ამ კომპოსტოს? ხო კითხა იქ იმარო ძნელად მოსანელებელია და შეიძლება მუცელი დაგებეროსო. ვაშა, შენსავე კითხვა, შენ თვითონვე გაიცი პასუხი. შენ კიდე იმაზე ნერვიულობ, რომ მუცელი არ გეთხოვა, ხო? ხო, ლევან. ხო, მე და გია ეხლა მემზადებით სამსახურში წასასვლელად. სამსახურში მაგას მიშოვა რა, სამსახური რა. ხო, გიამ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ლევან სამსახურისთვის. საიდან მოვიტანე, ეგ მადლობა. საიდან? კარგი, ლევან გადავცემ, კარგი. გია, ლევანმა შემოგითვალა, უაზროდ ხელებს ნუ იქნევსო. საუბრობ. კიდევ რო რაო და თეკლაზე მელაპარაკა ბევრი. მე მითხრა რომ რესტორან მოსკოვში ვიყავიო და იქ ვიქეიფეო, მე ბარ პეტერბურგშიო და ეხლა მივდივარ სასტუმრო სმოლენსკშიო და არი ნერვიულოთო. კიდევ კარგი რომ ესე გაგოფრთხილებ, თორემ გული მისყდებოდა ნერვიულო. გია, იცი რა, ეხლა არაფერს არ გეტყვი და სამსახურში რომ მივალთ, იქ გისაყვედურებ როგორც ჩემს ხელქვეითს. ეს სამსახურში რაღაც ძალიან დიდ გულზე ხარ და მე ერთი სახსის რამე მითხარი, აბა? ვერაფერს ვერ მეტყვი, იმიტომ რომ სახში უფროსი მე ვარ. აიგარი. უი, გაიღვიძე დედიკო? კიდე და თქვენმა ფილმა საუბარმა გამოგვიცა. სადაა ჩემი ფეხსაცმელები? თავის ადგილას. და თავის ადგილი სად არის? სადაც ფეხსაცმელებია? ეგრე? კარგი, დავიმახსოვრებ. იცი რა ვარი რა?
ასე მე სამსახურში დამაგვიანდება და ისეთი უშმური დირექტორი ყავს ახლა. რა გაუძებს ახლა იმას? მომიტან. ეხლა დირექტორი რა დღეში ყავს? მადლობა. გია, ნუ მიბრაზდები, თორე სამსახურში ბევრ საქმეს დაგავალე. მე არ გაგიშვება სამსახურში და ეგ. მოიწე ახლა. სახლში შენ ხარ უფროსი. სამსახურში მარინა და მე რა ვქნა? რა ვიცი, აბა მეკონა, თუ გინდა შენ ლიფტში და სადარბაზოში იყავი. აუ აი ძალიან მაგრად იხუმრე მამა რა. ვიცი, ხო. ვიცი, მაგრამ ეს არ უნდა მეთქვა. წამომცა. იმიტომ რომ აი ახლა მე და დედა შენმა გზის ფული უნდა გთხოვოთ და. უი, ხელფასამდე რა დე? კარგი, მოგცემთ, მაგრამ ერთი კაცისას მოგცემთ. გია კალთაში ჩაისვი ვითომ ბავშვია და ერთი კაცის გადაიხდა. ცხოვრება, ახლა ესე შვიდს ხო გზის ფულს. კარგი, მოგცემთ, თუმცა მე დამიბრუნებთ. ხო, აბა. 2 მაქს. კი, აი დედა შენ დირექტორია და 2 მაქს. გამარჯობა მეგობრებო, გამარჯობა. მეზობლებო, როგორ ზანდებით? ელენე, რამდენი ხანი არის ნახი ხარ და რა მაინტერესებს? შენ ახლა ტოქსიკური ორსულობა ხო არა გაქა? ტოქსიკური კი არა, დებილური ორსულობა მაქვს, პატა. შეხედე, მუცელი საერთოდ არ მემჩნევა. კარგი, ელენე, დაწყნარდი ხა სამაგიეროდ ვიღაცები საერთოდ არ უჩივია მაგ პრობლემას. პატა. სხვათა შორის მე 5 კილო მაქვს დაკლებული. კი, 5 კილო. სახში ვარჯიშობ. შენი წყალობით აბა ვეღარ მივდივარ იმ სპორტ დარბაზში, მე შინია კაკის შეყვარებულმა არ მცემოს. ხო. ასლაპარაკობ. ხო. არჯერა იცი რა. არჯერა ხო? არჯერა, იმიტომ რომ ხო მიკროს, იმიტომ რომ გიყურებდი ხა ვერ წარმომიდგენე როგორ შეიძლება შენზე კიდე 5 კილოთი მეტი რაღაცა არსება ყოფილიყო ამდენი ხანი ჩვენს გვერდით. აბა აი როგორ შეიძლება ეგეთი რაღაცა? მეტარას ველაპარაკებს. ასე დაჯექი და ხული ფესად მიდიხარ მოდი. კარგი, ნუ უბრაზდები ლაშა, ნუ უწყენს, რა იყო ვერ გავიგე. რა ხდება ახალი შენსკენ მომიყევი, რა ხდება აბა? რა ხდება და კარხასიაზე ყოფნის დღე მაქვს, მაგრამ ცუდ ხასიაზე ვარ და ნერვები მაქვს. და მე რისთვის გამხელა სახე. ნახევრით კარხასიაზე იყავ, მეორე ხასიაზე იყავ. გასტრენელე. რა იყო ლაშა, რა დამანებე თავი რა, მობოდიალობ რაღაცა სისულელებს, დამანებე თავი რა. ლაშა, ნუ უბრაზდები, ნუ უწყენს, აი მითხარი, ის მაინც თუ იცი რა პატარ ცუდ ხასიაზე მითხარი, აბა. ნინოს დავურეკე და მითხრა რომ კიდე ცოტა დრო მომეცი რომ ავწონდავწონო კარგად ყველაფერი. მე მიეცი შენს. თუ ეგეთ შეჭამე. კარგი ლაშა, დაწყნარდი ხა. გოგოება იციან ხოლმე, ხო ხტები დროის გაწელვა რაღაც, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება და დალაგდება დამიჯერე. რა ხან ხა შენ ცუდ ხასიაზე ხარ? მოდი მე ისეთ რაღაცას გავაკეთებ, რომ კარგ ხასიაზე დაგაკენო და გაგამხილებო. რა სიტყვი? მიდი რა. აი. ბიჭო, რაღაცინებს არ დამიწყეჯე, რა გჭირს ვერ გავიგე. ხო, კარგი. მიდი აბა. მეც მივდივარ დღეს კლუბში და ცოტა გვიან მოვა. ცოტა გვიან რომელ საათზე? ესე დილის 7:08-ზე. ეკა, ეგრე არა, ნო. ეგ გაუდის რომ შენ მოხვალ ადრე, გაიგე? ანუ შენ მოხვალ სახში ძალიან ადრე. გაიგე? ათელარი მომერა. აჰა. კარგი, დედა, ეხლა მომისმინე ყურადღებით. მოკლედ, დღეს მივდივარ კლუბში და დამოგვიანდება. მართალია. და არ არის საჭირო. ყოველ წუთას დარეკვა და სახში დროზე მოდის თქმა. მართალია. და კარი შიგნიდან ჩაგედე და არ დამელოდოთ. რაღაც მოწოლებდი თუ გწოდნიათ. რაგანას მიდრობ. ათელარის დაამოდე რა. დედიკო, გაწოლებდი არა? ძალიან გთხოვ დროზე მოდის სახში. იცოდე, კარსაც არ ჩავკეტავ, დაგირეკავ ხოლმე. და საერთოდ არ დალიო რა, ხო იცი, ალერგია გაქვს სასმელზე. საიდან მოიტანე რომ ალერგია? რა ის დედიკო, მე მიფიქრე მოვატყუებ მეთქი. არ საგეუბნები რა, არ დათვრე რა და საერთოდ ჭკვიანად იყავი. დედა, კლუბის მაგივრად აგერ მეზობლის ქელეხში რო ჩავიდე, ჰა? ნერვიულობ რა. ბეკა, იცი რა. დარწმუნებული ხარ კლუბში ძალიან ხმამაღლა იქნება მუსიკა და ყურსასმენები წაიღე. რა გაცინებს? მართლაც გეუბნება, გაიკეთე ყურსასმენები და ყურები აღარ გეტკინება. კარგი, გუდავცინით. კარგი, წავედი, რა ნებეთა, წავედი.
გამიადება. ეკა, აბა შევერათ ეხავ შეგდა ესა უცხოებს და ლევანმას კარი არ გაუღო. დაიდე, კარგად. ორო. ალო, ორო. მომისმენ ერთ წუთი. იმ დღეს რო პიცა მოგქონდა და პიცაზე რო დაეცი და მე რო ჩემი შარვალი გათხოვე. ხო. ეს ჯიბეში რა ბები ჩამიტოვე? ხო. გაგიჟდებოდა მარინა რო ენახა რა. ხო, კარგი, საღამოს დაგიბრუნე. კარგი. რას მკოცნი შეშემა გაგიჟდი? კარგი, ხო. ეკა ჯიგარი ხარ კლუბის მოსაწვევები რომ მოიტანე რა მაგრად გამიხარდა თორე ამასთან ერთად აი მედუზასთან ერთად უნდა მისდარიყავ მთელი დღე რა დავიღალე რა უკვე მთელი დღე აი ფხურება და დავიხეს რა გინდა აბა შემაფასეთ ახლა როგორ გამოვიყურები მართლა გაინტერესებს ამასთან დაკავშირებით ჩემი აზრი? რა თქმა უნდა. შენ გადავფიქრე აღარ მინდა აღარ მაინტერესებს. აღარ მაინტერესებს. კარგი, მოდი წავიდეთ თორე ახლა კლუბში იმ ხალარიგი დაგვხდება რომ ვეღარ შევხვდეთ. მოიჭერეთ დასხედეთ. რა საიტეხეთ ეს კლუბი? რა უნდა გავაკეთოთ იმ კლუბში? გამაგებინეთ რა. რა ვიცი ლაშა, ვინმე გოგოს გაიცნო, პეცეკვები, გაერთობი რა. ხო, ლაშა, უნდა იცეკო ვინმე გოგოს. ოღონდ და იმასორე ცეკვის დროს ჯიბეებში ფული არ ჩაუტენო, ეგ სხვა დაწესებულებაა, გაიგე? სასაცილოა ძალიან რა. რა ვიცი ხო. და შენ საერთოდ ცეკვა იცი? რას ამას ლაშაზე ითხრე ცეკვა იცის თუ არა? ის ერთხელ კლუბში ისე მაგრად იცეკვა. ის გადაცემა რო არის, ხო, ცეკვა ვარსკვლავები. მაგის პროდიუსერმა შეამჩნია შემთხვევით, თუმცა მე ნომერი არ საიდან გაიგო დაურეკა და ეუბნება შესაძოდაო. აი, კარგი, წავედით რა? ერთი წუთი რა. რაღაცა რა არის აი. აბა ერთი წუთი აი ამ კვადრატზე დამოკვირდით. ჯიბეებში ხო არაფერი არ მიდევს შავი ჯიბეებში და რაღაც ისე უღიმღამოთ გამოიყურება ხო ხტები და რაღაცა აი ბექა შენი ჯიბები კარგად გამოიყურება შევსებულია და მრგვალებული რაღაცა რა გიდოს ეხა მაგ ჯიბეში მითხარი რა ვიცი მობილური გასაღები რაღაც აბები ხო რაღაცები მოდი მათხოვე მე და მეც შავი ლაგებ და მე მექნება რომ ლამაზად იყოს კარგი ხო ამის აქცია საკუთარ ნორმალური ადამიანის საწელი ეს ხო არ არის ნორმალურიც კი არანორმალურიც აღარ არის აი რა სიცოცხლეებს აკეთებს გამაგები რა ლაშა ვინ ისელაპარაკებ თუ რა ზუზუნებ რა გინდა ვერ გავიგე რა აბა დამოკვირდი კიდე ამ კონტრაქტში როგორია შევსო ჯიბეები ჰა ხო კარგია აი ხო კარგი ხო კარგი ხა წავედით არა? კი, ახლა წავედით, რადვართ ხო? მანამდე წავალ მე იმას ვიტა რა ქვია, სუნამოს მივისხავ და მე წავედით ხო? აუ, დიდი დრო დაჭირდება ახლა მაგას? კი, ძალიან დიდი დრო. საკმაოდ. სანამ ახლა ეს ჩემთან შევა სახში, მე ჩემს ოთახში შევა, იქ მოძებნის სუნამოს, ამოარჩევს საუკეთესოს, დაისხავს და გამოვა კარგი ხარ. სტებილაშა, აქ მოკოლა გამოტანე და ჩემთან ავარჩევ. კარგი, წავედით რა. წავედით. პრინციპში თავის შერცხვენას დაგვიანება ჯობია. ტუალეტი საით არის? ტუალეტი იქით არის. აჰა, კარგი. მართალი ხარ, დაგვიანება ჯობია. ესე კარგია მოწონს. ბატონო. მომისმინე? დიახ. ნუ ეხა ეს თეთრები რო გაცვია, შენ ხო გახსოვს, ნუ აი ხლა სანამ ჩვენ კლუბში წავალთ, ხო? მანამდე რო პანაშვიძე უნდა გავიაროთ, მარობებოს პანაშვიძე ხო გახსოვს? ვინ მარობებოზე იძახი? ვიტალის დიდბებიაზე იძახი? ლაშა, მარობებო აღარ არის? ო, არის წოდი კაცო, ვიტალი დიდბებია, მარობებო რო გარდაიცვალა. არა, ვიცოდი და ეხა ლიფჩიკი ნახე განცხადება, მაგრამ მე ვიფიქრე ვიღაცა მე იმაიმუნა მეთქი და ის დასაფლავების თარიღი შევცვალე. რაც ლევანმა მითხრა მომწოხა რომ იმის მერე სულ მიგზავნის საჩუქრებს. კარგი თეკლა რა მოხდა მერე მოწოხარ ადამიანს და გიგზავნის რაღაცებს. ხო შენთვის სათქმელად ადვილია ელენე, მაგრამ ჩემთვის აი წარმოიდგინე სად ლევანი და სად მე. ეგრე სად დედა შენი და სად მამა შენი, მაგრამ ხო არიან ერთად. თეკლა ნახე რა კარგი ფრანგული ღვინო უჩუქებია. თეკლა ნახე რაღაც წერილიც არის. მოჩვენე ეს ღვინო შენ თეკლა ერთდროულად ისეთვე მწარე და ტკბილი გემოაქვს როგორც შენ. კარგი თეკლა შენ კიდე ნუ ნერვიულობ წავალ მე გასახსნე. მოიცა ერთი წუთი ელენე მოიცა თეკლა როგორც ჩემი გულის კარი გახსენი ისე გახსენი ამ გასახსნელი ღვინო.
კარგი თეკლა რა, შენი არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან მესიმპათიურება ეს ლევანი. წავმე ჭიქას. მოიცა ელენე ერთი წუთი დაე როგორც მე ვიხვდები შენს დანახვაზე, ისე ჩაიღვაროს ეს ღვინოც ჭიქაში. თეკლა, მოდი ერთი კარგად ნახე, სახლიც ხო არდებს. სახლი არ ვიცი, მაგრამ იმდენი ყვავილი მაჩუკა, იმდენი რომ მართლა გამოვშტერ. მართლა, სადაა აბა? არა, რაღაც პატარა მიწა მაჩუკა არაგვის პირში და ზედ არის უამრავი ყვავილი. და ერთი კლდე. თეკლა მომისმინე, ამ შენ მომღერლის კარიერაში არაფერი თუ არ გამოგივა, აუცილებლად უნდა გახსნა სუვენირების მაღაზია და გამდიდრდები ბევრ ფულს შევიმართ. ხო, შენ ხუმრობ ელენე და მართლა ძალიან მომაბეზრა თავი ამდენი სიურპრიზით. სახლში ჩემ ოთახში 2 დღეა ვერ შევსულვარ. რატო? რატო და ჩემი ზომა არ იცოდა და 4 ნაირი კაბა 10 ცალი მომიტანე. არა, გავგიჟდები მართლა. კაი, თეკლა, არ ვიცი, შენი საქმე შენიცი, მაგრამ მე გირჩევ რომ დაფიქრებულიყავი. არა, რაზე დავფიქრდე ელენე, იმ ხელაკაცია შეიძლება შვილებით არ გაგვიჩნდეს. მე რა თეკლა სამაგიეროდ ნათულს დაუტოვებ ქონებას. ელენე, მე მანათბინებ შენ ბავშვს? ხო, ნუ არ ვიცი, თუ შენ და ლევანი ერთად იქნებით და ბავშვი არ გეყოლებათ, მაშინ კი. ეხლა მითხარი, მამა შენი რას ამბობს? რა ვიცი, სულ მეუბნება მოგკლავო. თეკლა იმასაც არ გწონს. არა, 5 ხანჯალი გაუგზავნა ლევანმა და თუ არ გაყვებით ცოლად მოგკლავო და ის არაგვის პირში მიწა რო გაჩუქაო, ის კლდე მოვანგრიოთო და მე ის მიწა დავხნათო. მოიცეთ, კარს გავახებ. ილია, შენ დანახვაც არ მინდა. რა ხდება ელენე, მინიყო? ილია, მართლა შენთან მოვიდა? მოიცეთ, კარგა. მართლა ილია ყოფილა. არ გააღებ? არ გავაღებ, თეკლა მე ხლა ამას კარს გავუღებ. მოიცა, ერთი წუთი. მე მოხურავ რა ცოტა მეშინია. ნორმალური კი არანორმალურიც აღარ ახარ შენ. საწყალი მარობებო როგორ დამწყდებული როგორ წავიდა მარობებო არა და ერთხელ ისეთი მაგარი პატივისა რა кай ხალი იყო რა პატივისა და ქუჩაზე იდგა გადასვლა უნდა და ვიფიქრე მივეხმარები გადავიყვან მეთქი და მივედი და მეუთხარი მარობებო მოგეხმარები მეთქი და არ მინდა შვილო და წამოვედი მე საერთოდ ბოლოს კიდე მხედველობა ხო დააკდა თვალებს საერთოდ ვერაფერს ვეღარ ხედავდა და რა იცი რა დააკლა და რა არ დააკლა რა იცი როგორ არ ვიცი ლაშა როგორ არ ვიცი ბოლოს მარობებო მე ხო პურზე მაგზავნდა ხოლმე ხო მე ეს ხურდის მაგერად კენჭების სამოტანა რო დავიწყე ხო კენჭების სამოტანა რო დავიწყე ვერ ხდებოდა და კი არ გამწყებდა ხოლმე აი ხურდების სამოტანა კენჭებს გამაგიჭებ შენ მე გამაგი შენ მოგიკლავს ის ხალხი რა კარგი ხარ სად არის ეს მე რა შვება კიდე ამდე რა შვება და ვიცი რა არ მინდა საწყალი მარობებო როგორ გული დამწყდა ლაშა და თავი ამტკივდა უკვე მაგ ნერვულობისგან რა მომეცი რამე წამალი არა გა სადა მაგ რა წამალი რა ვიცი მე აბა რა ვქნა რა გავაკეთე უი ბექამ ხომომცა რაღაცა აბები მაყოფილი რა აბები დაიცი ისი აბებია რა რისი წამალია რა იცი ერთი წუთი აი რაღაცა აბებია აჰა იცას დავდო ასაკეთებ კაცო რა იცი ისი წამალია ეგ რა რატოს ხა რას ქვია ლაშა ისი წამალია წამალია რას ქვია ისი წამალია მოიცა პატეკა წამალია როგორ ეხლა წამალი რო სხვადასხვა დანიშნულებებისთვის არსებობს ეს არის შე მოიცა რა მოხსლიეთ შენ რა აბა წავედით მოიცა საწავედით რაღაცა აბები რომ მიეც შენ ამას ხო ის თვის იყო ის ვისი აბები იყო რა დალია ამანდა რა მართლა დალია რა ხო დავლია რა იყო გაგიჟდი რატო გაგიჟდი რა იყო რა არის რატო დალია დავლია ეს რა იყო წამალია თავი ამტკივდა და დავლია რა ვიცი მე თავის ტკივილის წამალი კი არ იყო რა ვიცი ხა წამალი ხო იყო რა მნიშვნელობა თავის ტკივილა გამიარა რა ვიცი გამანებე თავი არ არის ეს ნორმალური გამაგებინე კაცო რისი წამალი იყო რა დალია რა მოუვა ეხლა კლუბში დასალები აბები იყო რა კლუბში და არა კლუბში რო აქტივდება თავი მაშინ უნდა დალია ხო მოიცა რას კლუბში დასალები ანუ რა შვება რას რა მოუვა ეხლა ენერგიაზე მოყავს რა მოიხოდება რა მოიხო ენერგიაზე მოყავ ბატონო როგორ ახარ რას გძნობ როგორ ვიქნები ლაშა როგორ ვიქნები მარობებო აღარ არის როგორ ვიქნები რას უნდა აღარ არის მარობებო აღარ არის მოკტა ხალი აღარ არის მარობებო მოკტა ხალი აღარ არის მარობებო აღარ არის
წამოდი ხა, წამოდი ჩავიდე დროზე აღარ არის. მე რომ აღარ არის მოკათალი. ხერხულია გაუხერხა ციცხვილია გამარჯობა ილია მე წავალ ნახვამდის ელენე ბევრ დროს არ წაგართმე მოკლედ ყველაფერს მივხვდი ყველაფერი გავიგე ყველაფერი ვიცი და ვიცი რა ვიფიქრე და თუ რამე შანსი კიდევ არსებობს მოდი შევრიგდეთ რა ჯერთი ყველაფერი საიდან იცი? ვიფიქრეო რომ მეუბნები, აქამდე რას აკეთებდი? აქამდე არ მეცალა და ეხლა ქუჩაში რომ მოვდიოდი, მომოფიქრე. არა, აქამდეც ვიცოდი. უბრალოდ ახლა დავფიქრდი და დავწმუნდი ელენე. შევრიგდეთ. კარგი რა, მაპატიე და შევრიგდეთ. კარგი ხომ მაპატიებ? ხო, აი ხედავ რა დღეში ვარ ამას ვერ ვაკეთებ, შენ სულ დაკარგე ჭკუა გამაგებინე. საერთოდ აქ როგორ მოხვედი? როგორ მოვედი ელენე, ჩვეულებრივად ხო გითხარი, ქუჩაში მოვდიოდი, მე ტაქსი გავაჩერე, მე საცობი იყო, მე გადმოვედი. ილია, საერთოდ არ მისმენ რას გელაპარაკები. იმის მერე რაც გააკეთე, აქ როგორ მოხვედი? კარგი ელენე, კარგი რა, კარგი მაპატიე რა. ხო ვიცი, ბევრი შეცდომა დავუშვი, დავფიქრდი უკვე, მივხვდი ამას. კარგი რა, თან ვიცი როგორ მდგომარეობაშიც ხარ, რაც გჭირს და ესა ეხლა არ შეიძლება ჩვენ დაშვერება. შემირიგდი რა მაპატიე, კარგი? ხო? აი ყველაფერი დავიწყოთ თავიდან, კარგი? თავიდან. სულ თავიდან? სულ თავიდან. დებილურ SMS-ებს რო გზავნდით იქ ერთმანეთს იქიდან? ცოტა აქიდან, კარგი? ცოტა აქიდან. კარგი. კარგი. ლიკა. როგორ ახლა? ეს ილიაცა ჩვენები. მე ვარ მე არ გეჩვენება აქ რიქში შესასვლელად მოვედი რიქში. ნიკა დე რა? რა და მე და ელენე უნდა შევრიგდე და? ნიკა დე რა სახე გაქვს რა გჭირს? რა გჭირს შენ? არაფერი რა უნდა მტკიცდეს. ნიკა მოდი აქ დაჯექი რა დაგემა? დაჯექი შენ? ნიკა არაფერი დე რა უნდა მტკიცდეს. აბა სხვაგან რატო იყურები ნიკა? სხვაგან შენ გიყურებ რა. ნიკა რა გჭირს? არაფერი რა უნდა მტკიცდეს. ისა ბურთი მოხდა თავში და მე მგონი ტვინი შედა. აი მე ილია ჩქარა ბიჭი სასტრაფოში დარეკე დროზე მოყევი რა და გულის გასატანად მივიბოდი ხო და ესა დავარტყი ბურთს ძლიერ ძელს მოხდა ძელმა აისხრიტა თავში მოხდა რო წავიქეცი კიდე თავი დავარტყი მე ეს ბურთი თავში დამეცა მე თურმე გოლი გავსულა და ბავშვები სიხარულისგან თავზე დავახტი დავრეკე კი მალე მოვალთო 10 მაქსიმუმ 15 წუთში მანდვიქნებითო. დე და ბურთი რა მოხდა გულიანერია იცი? აი ეს ყობა უგემური ბურთი იყო ხო? აუ დე ისე თვალებში ორად ხედავ და ორი ილია ძალიან ბევრია და უთხარი რა გაიწიოს. ახლა გადავერე ხომ ამ სამსახურში რა. დამაწყვეტას ნევრები ამ ოფიციალდებადაც. რა სერჩი რა დააშავეს გია? დააშავე და ჯერ ერთი ისო ყველა სულაბერიძეა. ჯერ ერთი ყველა სულაბერიძე არ არის. ხო, მართალი ხარ. ერთი არის სულაძე, მეორე არის ბერაძე. ყველა შევსე გვერი მუშაობს ყველაზე მაგრად. ხო. და მეორეც კიდე ისო ასე იდგნენ და არაფერს არ აკეთებდნენ ესე. და რა ეკნათ გია დილა იყო და არ იყო ჯერ ხალხი და რა გაეკეთებიდათ? რა ვიცი, მე ხომ მქონდა საქმე. შე რა საქმე ქონდა ერთი? და მაგათ მოაწყავდი. არა, ესე იცი რა, ლევანოს მადლობა უნდა გადავხადო რა. სამსახური რო დაგაწყებინა? არა. აი სულაბერიძეების გალანძვის საშუალება რომ მომცა. ისე მე დავაკვირდი მარინა და ამ რესტორანში მარტო თანაშრომლები კი არა. ყველა კლიენტიც მარტო სულაბერიძეა. გია. სულაბერიძეებზე წესიერათი ლაპარაკე, თორე ხელფას დაგაკლებ. კი ბატონო, დამაგელი. დამაგელი და მე მოვთხოვე სახლში ხარისხიანი პროდუქტი მომიტანეო. გია რა. ხო არ იცი ანგარის ფაქტურები სად არის? რა, ანგარის ფაქტურები? თავის ადგილზე. და თავის ადგილი სად არის? სადაც ანგარის ფაქტურები აქვს. მოგითხარა დავიმახსოვრებ. დღეს ბევრი საქმეა და სამსახურში გვიანობამდე დარჩები. კი ბატონო, დარჩები აუცილებლად. გია სახლში დროზე მოდი, თორე გაბრაზდები იცოდე. კარგი, ქალბატონი მარინა, წავედი ახლა ვიხედავ ჩემს ოფიციალებს. თორემ ძალიან ისეთი ლამაზი გოგო შემოვიდა, ყველა ბიმტანებიჯი იმას ემსახურება და ყველა ბიმტანი გოგო ჩაეწერა სილამაზის სალონში, წავედი. მოდი, შენც მაგითო გეჩქარება, ხო? კარგი, რამე, რაღაცა ჩემი
მარინა არა, ქალბატონო მარინა. აი ამ კაბინეტში მე და შენ სულქმარი არა ვართ. გასაგები, ანუ შემიძლია ახლა ეს გოგო აქ ამოვიყვანო? კარგი რა გია რა. კარგი რა, ისედაც ეს თანამშრომლები სუჭორაობენ ჩვენზე საყვარლები არიანო. კი, ვიცი. ეგ ჯერ მე გავავსელე. დირექტორთან დავწერე. გია. ამ თვეში პრემია დაგერიცხება. მართლა? დარი დავიმსახურე. იმ თვეში ჩემი დაბადების დღეა და კარგი საჩუქარი რომ იყიდე. ნაბარა, სულაბერიზე, სხვადასხვა ევროპა. კი ბეკუშკი ძმა ძალიან მაგრა კარგად თუ არ ძალიან კარგად კი არა ძალიან მაგრა სამძილოდაც რაც შეიძლება სწრაფად გავიდეთ აქ. გამარჯობა, ვიზიარებ. გამარჯობა, მეწყინა. გამარჯობა, წუხარ, ტრატრი, ხალხო. მაგარია ერთის კიდე ერთი. Pata, gamma, vaime, viziare. Essa, twenkan. სუხარებისგან მეცინება ლაშა რა. გასიხარულისგან ტიროდა. კარგი. ჩუმა. Tararam. ეხლა როგორც კი მოვავიტალე. მიუსამძლებო და ეგრევე გავიდე, ხო? ხო. აი მოდის ხო. ვიტალ რამე ხო არ არის ჩვენ და საჭირო გითხარი. ხო, გაჩვენე. ვიტალ არ მოგერიდოს რა, თუ რამეა საჭირო დახმარება თუ გინდა რაღაცა გითხარი, ბიჭები აგერავართ და მადლობა ლაშა. ყველაფერი მოვაგვარი უკვე და ერთად ვიტალ რა ხარ ძმა? დაჭიქი რა საუცხოთი ხო რა საბობდი ვიტალ რაო ისაო და ეს თევზი ვერ ვიშოვე თუ ერთ საათს თევზი ვერ იშოვე რა პრობლემა დედას პიცა ვარ მე გავჩიტავ თევზს გავჩიტავ წავალ ფოჩი ჩავალ და იქიდან ჩამოვიდა ხო ფოჩი მართლა გეუბნები ვიტალ მართლა ისეთ ენერგიაზე ფეხი ჩავალ ფოჩი და ისე ჩამოვიდა თევზს გეუბნები თქვენგან არაფერი ერთი ანკესი მომსდა ჭია აი ჭიას ხარ მინდა წავალ კარგი არ შეწუხდება და რა კარგი და ხარ შეძულში თუ არ ვიტალ კარგი ბიჭო კარგი ეს ვიტა არ არის პრობლემა მე ბიჭებს გადაურეკავ და თევზს მოვაგვარებ კაცო თევზის პრობლემას და ეს ანუ ეს ხო უნდა იყოს ხასო ხო სიმეტრია უყარდა ბიჭო არა ეს უნდა ეს ხო ქელექს აპლიკაცია ხო რა რამდენზე აკეთე 300 კაც 300-ზე ყველა მიყოს დედას პიცა როგორ მართლა ყველა მიყოს ხო კარგი აბა ხო წავიდეთ ხო გავიდეთ გამოატარე ხალხი კაც რაღაც მომწადე ასკეთი გამოატარე წამოდი გავუჩენ თუ ხეხული გავყევი ვაგონი მიკრის აბა ვაგონი
როგორ არის ნიკა? რა ვიცი დაიძინა ილია და აღარ შემიძლია იმ დღეს ფეხი იტკინა, ახლა დღეს ტვინის შერყევა დაემართა. დაჭი ნერვიულ კარ. აღარ ჩაუშვებ მაგ ბავშვს ეზოში. პირიქით უნდა ჩაუშვა, არ გაინტერესებს მაინც შემდეგზე რა მოუვა? აი მილია კიდე კაი აქ ხარ და ცოტას მამხიარულებ. აბა რა ელენე. რა კარგია რომ შევიგდით, აბა ახლა შენი მარტო დატოვება შეიძლებოდა, ჩვენი დაშორება როგორ იქნებოდა ახლა. ასეთი განსაკუთრებულ მდგომარეობაში ხარ ელენე. ახალგაზრდა გოგოს ჭიხვი არ მოგაჩნდა. ვიცა რა ჭიხვი? ჭიხვი, იმიტომ გავიგე ჭიხვის ამბავი ელენე და იმიტომ მოვედი შესარიგებლად და ჯერ ეს ერთი ის არ მჭირს რაც შენ გონია და მეორეც ეს ერთი სხვა არაფერი არ გაგიგია და იმის გამო არ სხვა რამე ჭიხვის გარდა სხვა რამე გჭირს ელენე რა ვიცი. წადი აქედან. არკი ელენე რა მოგივიდა როზო წადი აქედან. ამ სახლიდან წადი. გეჭხმე და ისევ დაგშორდი, წადი. რა თქვი ასეთი კარგი რა. წადი. მივდივარ, კარგი, შენ კიდე ცოტა ადრე მაინც გაგიგდე მეტროზე დაიკეტა უკვე რა.